ახლა ჩვენ ვისაუბრებთ თავად სტრატების თეორიაზე. სტრატი საერთოდ ნიშნავს შრეს. და ანსხავებენ სამ სტრატს. ეს არის სუბსტრატი, სუპერსტრატი და ადსტრატი. სუბსტრატი ეს ენა, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო შეიძლება გაძევებული იქნას სხვა ენის მიერ, რომელზეც მან ზემოქმედება მოახდინა და რომელშიც დარჩა მისი კვალი. ზოგად ლათინური სასაუბრო ენის სუბსტრატი აპენინის ნახევარკუნძულზე იყო იტალიური და ადგილობრივ მოსახლეობის სხვა ენები. გალიის ლათინური სუბსტრატი იყო კელტური ენები. იბერიის ნახევარკუნძულის რეგიონალური ლათინური სუბსტრატი იბერიული ენები. ბალკანური ლათინური სუბსტრატი იყო ფრაკო-დაკიური ენების ჯგუფი. სუპერსტრატი ეს ის ენაა, რომელიც ეშრევება სხვა ენას, შემდეგ კი მაშინ მთლიანად ითქვიფება. სხვადასხვა რეგიონების ლათინური ენისათვის სუპერსტრატები იყო გერმანიკული ტომების ენები. მათ ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა ლათინურისათვის, რომელსაც დიდი კულტურული ტრადიცია ჰქონდა. ისინი გაითქვიფა ლათინურში, რის საფუძველზე აღმოცენდა რომანული ენები. თუმცა გერმანიკულმა ენებმა თავიანთი კვალი დატოვეს ფონეტიკასა და ლექსიკაში. ლათინურის გამოყენება ხალხური კილოკავების მატარებლების მიერ ხელს უწყობდა ლექსიკური ფონდის შევსებას, ახალი რომანული ენების გრამატიკული და ლექსიკური ნორმის გამომუშავებას. ამ შემთხვევაში საუბრობენ ლათინურის კულტურულ სუპერსტრატზე. ადსტრატი, როგორც ისტორიული ცნება, ნიშნავს ენას, რომელიც ხანგრძლივ კონტაქტშია სხვა ენასთან, რომელმაც დატოვა მასში კვალი, მისგან განსხვავებით სუპერსტრატივით არ შერეულა, არამედ განაგრძობს არსებობას და განვითარებას და მჭიდრო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც იმ ენასთან მიმართებაში, რომლის მიმართაც მას იხილავენ, როგორც ისტორიულ ადსტრატს. ლათინურთან მიმართებაში ადსტრატად შეიძლება ჩაითვალოს ძველი ბერძნული ენა, ხოლო იბერო-რომანულ ენებში, ძირითადად კი მათ ლექსიკის სფეროში შეიძლება ჩაითვალოს არაბული ენა. სუბსტრატის თეორია შეიმუშავა იტალიელმა ლინგვისტმა ასკოლიმ მე-19 საუკუნეში. სუპერსტრატის ცნება შემოიტანა ვარტბურგმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, ხოლო ადსტრატის ცნება კი იტალიელმა მეცნიერმა ბარტოლიმ. სტრატების პრობლემას ვერც ერთი ლინგვისტი გვერდს ვერ აულის, ვისაც სურს განსაზღვროს ენობრივი ცვლილებების ბუნება. აპენინის ნახევარკუნძულზე მეზობელ ტომებთან მათი კონტაქტის შედეგად სასაუბრო ლათინურში შემოიჭრა იტალიკური ენიდან ბევრი სიტყვა. აპენინის კუნძულზე იგრძნობოდა ეტრუსკების დიდი გავლენა, რამაც თავი იჩინა თავად ლათინურზე. თვით სახელწოდება რომა ეტრუსკული წარმოშობისაა. იგი წარმოიქმნა ეტრუსკთა ტომის რუმას სახელწოდებიდან. კელტურიდან პირველი ნასესხობები განეკუთვნება ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როდესაც კელტებმა გაავრცელეს თავიანთი ძალაუფლება ჩრდილოეთ იტალიაზე. მაგალითად, კაბალუს კელტურში ნიშნავდა ცხენს. შემდეგ ის ფრანგულში მან წარმოქმნა ფორმა შვალ, იტალიურად კავალლო, ესპანურად კაბალიო, პორტუგალიურად კავალლო, პროვანსალურად კავალ, რუმინულად კალ. კელტური წარმოშობისაა სიტყვა ვასალიც, რომელიც საერთო ხმარებაში შემოვიდა ფეოდალური ურთიერთობების გამოსახატავად. იბერიის ნახევარკუნძულის სიტუაციის შესახებ რომაელების მოსვლამდე მცირე რამ იყო ცნობილი. ვიცით, რომ რომის ექსპანსიისათვის ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვა ენოვანი იყო და ეთნიკურად, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანი. დღეს რომანულ ენებთან ერთად ესპანურ, პორტუგალიურ, კატალონურ, გალიციურ ენებთან ერთად არსებობს ბასკური ენა. მისი ნათესაური კავშირის შესახებ ბევრი ჰიპოთეზა არსებობს. იგი არაინდოევროპული წარმოშობისა და მას უკავშირებენ იბერიულ კავკასიურ ენებს. არსებობს ლათინურ ენამდე წარმოქმნილი ელემენტები, ანუ წინარე რომანული ფორმები. ასეთ ელემენტებს მიაკუთვნებენ მაგალითად ბასკურად ეცკერ, ესპანურად izquierda,
პორტუგალიურად esquerdo, კატალუნურად esquerre, პროვანსალურად esquer, გასკონურად და esquer, რაც მარცხენას ნიშნავს. აღმოსავლურ რომანული ენების სუბსტრატი იყო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ძველი ადგილობრივი ენები და მასთან მიმდებარე ჩრდილო დუნაის ტერიტორიები. მათ პირობითად უწოდებდნენ ფრაკო-დაკიურ ენებს და ითვლება ახლო მონათესავი ინდოევროპულ ენებად. ამბობენ, რომ ალბანური ენა წარმოადგენს უკვე გამქრალი ფრაკიული ენის უშუალო გაგრძელებას, რომელების კონტაქტი გერმანიკულ ტომებთან რომის ისტორიის ადრეულ ეტაპზე სავაჭრო ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. პროვინციების რომანიზაციის შედეგად გერმანიკულ ტომებთან კონტაქტები გაძლიერდა, რომელთა ჯარში გაიზარდა გერმანიკული ტომებიდან დაქირავებულ ჯარისკაცთა რიცხვი. მოგვიანებით, როდესაც დაიწყო გერმანიკული ტომების შემოსება, რომანიის მაცხოვრებლები წააწყდნენ გერმანიკული ტომების სხვადასხვა ენებს, იმის მიხედვით, რომელი გერმანიკული ტომი რომელ ნაწილში ცხოვრობდა. ამ იყო წარმოდგენილი. ლათინურ ენას, რომელსაც დიდი ლიტერატურული ტრადიცია ჰქონდა, განვლო რომანულ ენებთან ხანგრძლივი და რთული გზა, სასაუბრო კილოკავიდან ლიტერატურულ ენებამდე. შემდეგ ლათინური ენა გამოიყენებოდა როგორც მეცნიერების, დიპლომატიის, ეკლესიის ენა, რომელიც რეგულარულ ზემოქმედებას ახდენდა ახალ რომანულ ენებზე. თუმცა ამ გავლენას მჭიდრობლური ხასიათი ჰქონდა. ბევრი ნასესხები ელემენტი შემდგომში გავრცელდა სასაუბრო ენაში, თვით დიალექტებშიც კი. შუა საუკუნეების ლათინურმა ზეგავლენა მოახდინა ახალი რომანული ენების სინტაქსზე. უფრო აშკარაა რომანული ენების ლექსიკური ფონდის გაფართოების მრავალრიცხოვანი მაგალითები. ლათინიზმების მეშვეობით. მათ განსწავლულ სიტყვებს უწოდებდნენ. ძირითადმა მასამ შეაღწია რომანულ ენებში მე-15-მე-16 საუკუნეებში. ანუ ეს არის აღორძინების ეპოქა. ძველი ბერძნული და ნასესხობებმა, რომლებიც სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდს განეკუთვნება, მიიღო სხვადასხვა ჟღერადობა და გრაფიკული გამოხატულება, როგორც ლათინურში, ისე რომანულ ენებში. ძველ ბერძნულ ტერიტორიებზე არ მომხდარა ლინგვისტური რომანიზაცია. ადამიანები საუბრობდნენ ორ ენაზე, ლათინურსა და ბერძნულზე. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ბერძნული ენის ზეგავლენა ლათინურზე არ შემოიფარგლებოდა მრავალრიცხოვანი ლექსიკური ნასესხობებით. მან ასევე კვალი დატოვა ლათინურ გრამატიკაზე. არაბებმა მერვე საუკუნეში ბერბერებთან ბრძოლის შემდეგ შეაღწიეს იბერიის ნახევარკუნძულზე. საფრანგეთის ხელში ჩაგდების მცდელობა კრახით დამთავრდა, განსაკუთრებით პიპინია მოკლეს დროს და მათ პირენეებს შეაფარეს თავი. არაბების ხანგრძლივმა ყოფნამ იმ ტერიტორიაზე ზეგავლენა მოახდინა ლათინურზე, ასევე მჭიდრობლურ ლათინურზე, რასაც ხელი შეუწყო არაბულიდან ლათინურზე სამეცნიერო შრომების თარგმანების დიდმა რაოდენობამ. გავლენა მოახდინა არაბულმა ტოპონიმებმაც. მაგალითად, გიბრალტარი არაბი მთავარსარდის სახელისაგანაა წარმოქმნილი, რომელმაც ესპანეთის დაპყრობა დაიწყო. გვადალახარა ნიშნავს ქვის მდინარეს. რომანული და სლავური მოსახლეობის მჭიდრო კონტაქტების გამო ბალკანო-დუნაის რეგიონში ენათა ურთიერთგავლენას ჰქონდა ადგილი. აღმოსავლეთ რომანულ ენებში დაიწყო სამხრეთ სლავური წარმოშობის სიტყვების შეღწევა. მაგალითად, რუმინულში ნევასტა ნიშნავდა ცოლს, ობრას ნიშნავს სახეს, დრაკ ძვირფას. აღმოსავლეთ რომანულ ენებზე განსაზღვრული ზეგავლენა მოახდინა აგრეთვე იმ გარემოებამ, რომ ისინი ვითარდებოდნენ სხვა ენებთან მუდმივი მეზობლობით, რომლებიც გავრცელებული იყო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. რომანული ენები ერთმანეთზე ახდენდნენ ზეგავლენას. მაგალითად, ფრანგულიდან იტალიურში შევიდა სიტყვები, როგორც არის მარკეზე, მარკი ფრანგულად, რაც ნიშნავს მარკის. კონტე არის გრაფი. ტროვატორე, ტრობადორ ու ტრუბადურ, პროვანსალურად ნიშნავს ტრუბადურს. ესპანურიდან იტალიურში შევიდა შემდეგი სიტყვები: მოცო, მოსო. გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად ესპანურის მეშვეობით სხვა რომანულ ენებში შემოვიდა სიტყვა პატატა, კარტოფილი. იტალიური ესპანურზე ზემოქმედება განსაკუთრებით ძლიერი იყო რენესანსის პერიოდში. პედესტალ, პიედისტალო, ბუფონე. ფრანგულიდან ნასესხობები ესპანურ და პორტუგალიურში განეკუთვნება მე-13-მე-14 საუკუნეებს. მაგალითად,
jardin, jardim და ხარდინ, რაც ნიშნავს ბაღს. რუმინულში მე-19 საუკუნიდან ხდება ლექსიკის გამდიდრება ფრანგულის ხარჯზე. მაგალითად, კოპიე ნიშნავს კოპირებას, მიბაძვას. ტაბლო, არის ტილო, ნახატი. რომანული ენების ერთ-ერთი საერთო ენიდან წარმოშობის პრობლემა არ იწურება სტრატების თეორიით. პირიქით, ბევრი ლინგვისტი თავიანთ ჰიპოთეზას გვთავაზობს. დღეს რომანული ენების ფორმირების საკითხი შეიძლება ახსნათ მთელი რიგი სოციოლინგვისტური ფაქტორების ურთიერთქმედებით. რომის მიერ მოცემული ტერიტორიის დაბრყობით, რომელიც გამოხატავს თვით ლათინურის განვითარების ეტაპს რომანიზაციის პერიოდში. შემდეგ, მოცემული არეალის რომანიზაციის საშუალებით. სუბსტრატის ბუნებისა და მისი ზეგავლენით ლათინურზე. რომის იმპერიის აღორძინების პერიოდში პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კონტაქტების ხარისხის ცენტრალურ იტალიასთან და მეზობელ რომანულ არეალებთან მიმართებაში. რომის იმპერიის დაშლის პერიოდში მოცემული რომანიზებული ტერიტორიის იზოლაციის დროის პერიოდში. სუპერსტრატის ბუნებითა და მისი შემოქმედების ხარისხით. ადსტრატის ბუნებითა და მისი ზემოქმედების ხარისხით. ამას გარდა რომანული ენების ფორმირება არის შიდაენობრივი ტენდენციების განვითარების შედეგი, რომელსაც უკვე ადგილი ჰქონდა ხალხურ ლათინურში, მისი არსებობის ადრეულ ეტაპზე. საერთო ტენდენციები სხვადასხვანაირად გამოვლინდა თითოეულ რომანიზებულ ოლქში. რომანული ენების სისტემების თავისებურება აიხსნება მოცემულ შემთხვევებში შიდაენობრივი პროცესებით. რომანული ენების პირველი წერილობითი დოკუმენტები იყო იურიდიული ხასიათის, ეს ჩვენ მანამდეც ვახსენეთ და კიდევ ვიმეორებ. ამ დროს ახალ სახელმწიფოებრივ და ეკონომიკურ განვითარებას მოჰყვება ხალხური კილოკავების გავრცელება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. პირველი ტექსტი რომანულ ენაზე თარიღდება მე-9 საუკუნის შუა წლებით. იგი გაჩნდა საფრანგეთის ტერიტორიაზე. ეს არის ცნობილი სტრასბურგის ფილცი, ჩვენ წინა ლექციაზე ის ვახსენეთ. იგი შედგენილია ლათინურ ენაზე, ხალხურ ლათინურზე და თარიღდება მე-19 საუკუნით. საფრანგეთში ჩნდება ლიტერატურული ტექსტები რომანულ ენაზე. ეს არის სიმღერა წმინდა ევლალიას შესახებ, რომელიც ეძღვნება წმინდა ქრისტიანი წამებული ევლალიას ცხოვრებას. მე-3 საუკუნის ბოლო და მე-4 საუკუნის დასაწყისით არის. მე-11 საუკუნეში ჩნდება ისტორიული ჟანრი გმირული ეპოსი. მე-12 საუკუნის ნაწარმოებია სიმღერა როლანდზე. პროვანსულ ენაზე პირველი ტექსტები გაჩნდა საკმაოდ ადრე. ცალკეული სიტყვები და ფრაზები ჩნდება მე-9 საუკუნეების დოკუმენტებში. კატალონიაში, ისევე როგორც ძველ დასავლურ რომანული ოლქების დოკუმენტებში, რომლებიც შედგენილია ლათინურ ენაზე, საკმაოდ ადრე ჩნდება სასაუბრე ხალხური ენის ელემენტები. ადრეული პერიოდიდან მოყოლებული მე-12 საუკუნემდე. დამთავრებული უკაცრავად. ჩვენამდე მოაღწია შორეულმა ლათინო-კატალონურმა ტექსტებმა. უძველესი ლიტერატურული ძეგლია კატალონურ ენაზე დაწერილი ორგანიას ეკლესიის ქადაგებათა წიგნის ფრაგმენტი. პირველი ლექსები კატალონურ ენაზე გაჩნდა მე-15 საუკუნეში. ესაა პოეტ აუზის მარკის პოეზია, რომელიც კატალონური პოეტური ენის ფუძემდებელი იყო. მე-12 საუკუნეში ჩნდება ეპიკური პოემა კასტილიურ ენაზე. სიმღერა სიძზე, თქმულება შუა საუკუნეების ესპანეთის გმირის შესახებ. უძველესი გალიციურ პორტუგალიური ტექსტია ბარათი უსამართლობის შესახებ. გალიციის პორტუგალიასთან დიდი ხნის კავშირის გამო გაჩნდა ენებში საერთო ნიშნები. მე-12 საუკუნეში პორტუგალია დამოუკიდებელი გახდა, ხოლო გალიცია დარჩა ესპანეთის შემადგენლობაში. ძველ ტექსტებში შეუძლებელია განმაცალკევოთ პორტუგალიური გალიციურისაგან. იტალიური ენის პირველ ლიტერატურულ ძეგლადაა მიჩნეული ვერონის გამოცანა, რომელიც თარიღდება მე-8 საუკუნის ბოლო და მე-9 საუკუნის დასაწყისით. ძველ იტალიურ ტექსტებს განეკუთვნება მე-11 საუკუნის წარწერები რომის სან კლემენტეს ეკლესიაში. მე-12 საუკუნის ბოლოს პირველად ჩნდება ლიტერატურა ვოლგარეზე. მე-13 საუკუნე აღინიშნება სამი სკოლის ლირიკული პოეზიის განვითარებით. ეს არის სიცილიის, ბოლონისა და
ტოსკანის სკოლები. თითოეულმა მათგანმა თავისი დიალექტის ნიშნები შეიტანა. ტოსკანის სკოლას განეკუთვნება იმ დროის საუკეთესო პოეტები, პირველ რიგში დანტე ალიგიერი. დანტეს შემოქმედების წყალობით იტალიაში გაჩნდა პოეტური ლიტერატურული ენა, რომელსაც პოეტმა უწოდა ვოლგარე ილუსტრე, რომლის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პეტრარკამ, ბოკაჩომ და აღორძინების პერიოდის პოეტებმა და მწერლებმა. ჩვენამდე მოაღწია ძალზე ბევრმა უძველესმა ტექსტმა, რომლებიც სარდინიულ ენაზე იყო დაწერილი, ძირითადად იურიდიული შინაარსის დოკუმენტებმა, რომელთა უმეტესობაც განეკუთვნება მე-11-მე-12 საუკუნეებს. რეტორომანული სცენა გულისხმობს სხვადასხვა დიალექტებს, რომლებიც გავრცელებულია ყოფილი რომის პროვინციის რეციის ტერიტორიაზე. უძველესი დამწერლობითი ტექსტის ნიმუშია ავგუსტინეს ქადაგების ინტერლინეარული თარგმანი, ანუ ხაზებშორისი თარგმანი. მე-15 საუკუნეში სამწერლობო ძეგლებში შეიძლება შევხვდეთ ხალხური აღმოსავლეთ რომანული მეტყველების კვალს. პირველი ლიტერატურული ძეგლი რუმინულ და მოლდავურ ენებზე იყო მე-16 საუკუნეში თავად ნიაკშუს წერილი, რომელშიც საუბარია თურქების გადაადგილების შესახებ დუნაიზე. მე-16 საუკუნეში გვაქვს მთელი რიგი რელიგიური ტექსტების თარგმანი. დალმატიური ენის თვალსაზრისით ცნობილია ორი სახესხვაობა, ჩრდილოეთის და სამხრეთის. ყველაზე ძველი ლიტერატურული ძეგლი თარიღდება მე-10 საუკუნით, რომელიც ლათინურ ენაზეა დაწერილი. მადლობთ ყურადღებისთვის.